ვულკანურ პლატოებზე გაშენებული სოფლები, უსასრულო მინდვრები და ყველაზე დიდი ტბები, რომლებიც ზაფხულში სიცოცხლით სავსეა, ხოლო ზამთარში თითქოს ყველაფერი ჩერდება. ვიმყოფები ყინულის უდაბნოებში და მივდივართ ერთი სოფლის სანახავად, რომელიც სულ დაცარიელებულია. იქ მისასვლელად კი საჭიროა საქართველოში ყველაზე დიდი ტბის გადალახვა. ეს არის ანტარქტიდა და არის გრენლანდია. ეს ჯავახეთია. ერთ-ერთი ყველაზე ცივი და ჩუმი რეგიონი მთელს ამიერკავკასიაში. საინტერესო ხარ ჩამოსულები თუ სიმბირში? მიუხედავად ამ რთული პირობებისა, აქაური სოფლების სავსეა ხალხით. და მაშინ, როცა ამდენი მიტოვებული სოფელი გვხვდება საქართველოს სხვა რეგიონებში, საინტერესოა რატომ ჩერდება ხალხი აქ. სწორედ ამის აღმოსაჩენად გავეშურეთ საქართველოს ყველაზე უცნაურ რეგიონში. ამ მოგზაურობის და ჩემი ახის მთავარი მხარდაჭერი კი არის საქართველოს ბანკი. ჯავახეთი მდებარეობს თურქეთისა და სომხეთის საზღვარზე და ეს საზღვარი მხოლოდ რუკაზე არ გადის. ჯავახეთი ყველაზე ნაკლები ქართველით დასახლებული კუთხეა. მოსახლეობის 93% აქ სომეხია. Шнура Галуцин. აქაური ხარ? По-русски? ისე ჟივიოში. Да. Armenianis და? რაღაცნაირად მაინც გული მსყდება, რომ აქაური მოსახლეობის უმეტესობა ქართულად ვერ საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ მათი წინაპრები, თაობები აქ ცხოვრობენ. ჯავახეთში მდებარე ორივე ქალაქი ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი ქალაქებია საქართველოში. ჩვენი მოგზაურობა კი ქალაქ ნინოწმინდიდან იწყება. მდებარეობს დაახლოებით 2000 მეტრზე ზღვის დონიდან, აქ საშუალო ტემპერატურა ზაფხულშიც კი 10 გრადუსს ძლივს აღწევს. ნინოწმინდას გასცემის შემდეგ ჩვენ უკვე გავაგზავნებთ სვლას რთული რელიეფისკენ. ჯავახეთი გამოირჩევა ძლიერი ყინვებით, ქარბუქით და უეცარი ნამქერის მოვარდნით. ამიტომ აქ მოგზაურობა სწორი დაგეგმვა ჭირდება. გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის კი ამ ნიჩბების, ჩვენი მეგობრებისა და აქაური ხალხის დახმარებაა საჭირო. ხშირად აქ გამოსვლაც დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული და არც ჩვენთვის აღმოჩნდა ეს მარტივი. თბილისიდან ჯავახეთამდე ორი გზითაა ასვლა შესაძლებელი. პირველი წალკის გავლით, ხოლო მეორე ახალციხის. ჩვენც რა თქმა უნდა მოკლე გზა ვირჩიეთ და აი მანდ მივქარეთ. Სეგულო ვერ გადახორთ ვერანაირ. ძლიერი ხარია. როგორც მოსალოდნელია უნდა დაუბრუნდეთ. საბოლოოდ უკან თბილისში დაბრუნება და მეორე გზით წასვლა მოგვიწია. 15 საათიანი მგზავრობის შემდეგ კი ჩავედით ნინოწმინდაში. აი ჯავახეთში ამოსვლაზე უფრო რთული კი აქ ცხოვრება და საინტერესოა რატომ აირჩია ამდენმა სომეხმა აქ გადმოსახლება. მით უმეტეს მაშინ, როდესაც აქაური სოფლების დიდი ნაწილი რუსების მიერ არის დაარსებული. ნინოწმინდას 1840 წელს რუსებმა დაარსეს, როგორც ერთ-ერთი პატარა სოფელი და ბოგდანოვკა უწოდეს. ეს ხალხი დუხობორებად იწოდებოდა. დუხობორები უარს ამბობდნენ ეკლესიაზე, ხალხის კლაზე და სამხედრო სამსახურზე. რუსეთის იმპერიისთვის კი ისინი არასასრულელები იყვნენ. ამიტომ მე-19 საუკუნეში დუხობორები იძულებით გადაასახლეს შორეულ და ცივ რეგიონებში. თუ კი ქართველებისთვის დაჟის ერთ-ერთი მეთოდი იყო გაციმბირება, რუსებისთვის ეს იყო გაჯავახეთება. დუხობორებმა ჯავახეთში 8 სოფელი დაარსეს, განსაკუთრებით მადათაფის ტბის მიმდებარედ, სომხეთის საზღვართან, რომლებსაც სამშობლოდან წამოღებული სახელები დაარქვეს. ზოგიერთს დღემდე ეს სახელი შემორჩა. ერთ-ერთს კი სამება დაერქვა, სადაც ქართველი მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროცენტულობა. ამიტომ ჩვენს დიდი ინტერესით მისკენ გავეშურეთ. მოგზაურობაში ჩვენთან ერთად იქნება ლუდიკარ, რომელიც გაგვიმხნევებს ჩვენს ზამთრის მოგზაურობას სავის ლამაზი შეფუთვით და იმედია გვექნება განხარვების საშუალება ამ ცივ ამინებშიც კი. აი სავსეა ჯავახეთი მსგავსი მიტოვებული შენობებით, რომელიც ერთ-დროს ფერმები იყო, შეიძლება რაღაცით გამომუშავებელი პატარა ქარხანა იყო. სიტუაცია კი სრულიად განსხვავებული აქაურ სოფლებში. აი ეს ორივე სოფელი არის დუხობორების მიერ დაარსებული. სოფლებში დღემდე ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ძირითადად აქაც სომხები. თვითონ დუხობორების დიდი ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. ზოგი კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. საბოლოოდ დღეს ამ სოფლებში ერთეული დუხობორია დარჩენილი. ეხლა სადაც არ უნდა გაიხედო, არის სავსე ყინულით, თოვლით და ფაქტიურად აქაურობა არის ერთი დიდი უდაბნო. აქ არის უმკაცრესი ზამთარი. ჯავახური არქიტექტურა აქაურ კლიმატსაა მორგებული. აქ ზოგიერთი სახლი მიწაშია აშენებული. ძალიან ბევრი სახლი კი მიწით არის გადახურული. Хорошо. Какой хороший вид из какой. ამას აკეთებენ იმ მიზნით, რომ შეინარჩუნოთ თბოიზოლაცია, ჰიდროიზოლაციაც, ასევე ძლიერმა ქარებმა სახურავი არ ახადონ. უკვე ნახევარი დღეა ჯავახეთში მოგზაურობთ და ერთი ქართველის არ შეგხვედრია. ამიტომ სოფელი სამებისკენ დიდი მონდომებით გავეშურე. ნახე ამ მომენტში როგორი მომზადებული ვარ. ჯავახეთში ნასრიალები როგორ არ უნდა მქონდეს. ოღონდ აი შეგიძლია. ავი. და ჩაჭირე რა ვიღა. ნელა. ვიძინი გულ! მომდე! ოპა! ვიძი
იმენ ახალი ჰობი მაქვს მინდა რომ რაღაცები გადავკვეთო თხილამოებით. ახეთი ძანაპას ნასრალები ორი იმ ხელა დაღმართებში ეშებოდით თითქოს ვიდოს იღებდით. ახლა სკოლაში ახლა სამების სკოლაში დიხარ? კი. რამდენი მასწავლებელი ყავს? ბევრი. ბევრი მასწავლებელი, მაგრამ ცოტა კლასელი, ხო? კლასელი არ მყავს. 7 ოჯახი სომეხია. ერთი ოჯახი დოხაბურები არიან და დანარჩენები ქართველები რამდენი. ხა ეს ფაქტიურად აქეთ ამ მხარის ჯავახეთის ბოლო სოფელია, ხო, სამება? კი. აი ზევით მესაზღვრები არ შეკვეთ, მაგის მერე უკვე სასუნხეთის ის არის. სოფელი სამება არა მხოლოდ საზღვრის, არამედ მადატაბის ტბის ნაპირზეც მდებარეობს. თუმცა ამის შემჩნევა ზამთარში თითქმის შეუძლებელია. გაზაფხულიდან შემოდგომამდე ის გადამფრენი ფრინველების საყვარელი ადგილია. 2011 წლიდან მადატაბას ტბა ჯავახეთის ეროვნული პარკის ნაწილი გახდა. შესაბამისად, აქაური ეკოსისტემის დაცვასა და განვითარებაზე რეინჯერები ზრუნავენ. ისი ბუდეები არის აქ გაზაფხულობით? Zero. Ара зеро, биджо. Ара? Ара. Ай, шексодния да. Зеро, это рухит зеро. Это вид вообще другой. А это лак-лаки. Я как специалист говорю. ხოთა შორის ჩვენი არხის სპონსორი საქართველოს ბანკი არის და საქართველოს ბანკი ძალიან აქტიურად უდგას მხარში დაცული ტერიტორიების სააგენტოს. საქართველოს ბანკმა ეროვნული პარკების მხარდაჭერა 2010 წელს დაიწყო კავკასიის ბუნების ფონდთან ერთად. ერთი ეროვნული პარკიდან დაწყებული ინიციატივა დღეს უკვე 18 დაცულ ტერიტორიას მოიცავს. საქართველოს ბანკი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გარემოს დაცვით ღონისძიებებში და ასევე აფინანსებს ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ ხარჯებს. სწორედ მათი ჩართულობით მოხდა რეინჯერების ფორმების განახლებაც. აი ლაკაკების დაცვას კი ამ სიცივისგან სამწუხაროდ ვერავინ ახერხებს და ისინიც ისევე როგორც სხვა ბევრი ფრინველი შემოდგომით თბილ ქვეყნებში მიფრინავენ. შენ რას ფიქრობ, იგივე ბუდეზე ბრუნდება? მე ჩემი სახლი მაქვს სადაც ცხოვრობ. ხო? ასე წესილი. აქ მოდის ის, ვინც ააშენა რა. მსგავს ბუდეებს მთელს ჯავახეთში შევხვდებით. ისევე როგორც ამ უზარმაზარ თივის ზვინებს და ზამთარში მხოლოდ ეს თუ შეგვახსენებს თუ რამ ხელა მნიშვნელობა აქვს ამ რეგიონისთვის მეცხოველეობას. მეცხოველეობის დახმარებით ადამიანები არა მხოლოდ საკვებს, არამედ სითბოსაც მოიპოვებენ. აი ეს არის ივა, რომელიც მზადდება საქონლის ნაკელისგან, კვირების მანძილზე ახმობენ და შემდეგ იყენებენ ღუმელში ჩასადებად. შეშა არ არის ცოტა. ეს უკვე არის ქვანახშირი, ცოტა წივას, ცოტა ქვანახშირს ულევენ და საკმაოდ დიდი შრომა უწევთ რომ გათბნენ. ძალიან უცნაურია ჯავახეთში მოგზაურობა მინდორზე მოფენილი საქონლისა და ცხოველების გარეშე. უკვე მეორე დღეა აქ ვართ და ჯერ ერთი სული ცხოველიც არ შეხვდა. როგორც აღმოჩნდა, ცხოველები თითქმის მთელს ზამთარს ბოსლებსა და ფერმებში ატარებენ. სწორედ ესეთ საკმაოდ დიდ ფერმას მოვადექით ახლა, სადაც 200-ზე მეტი სული საქონელი არის. დამცველი ძაღლები მგლებისთვის არის საჭირო, არიან მგლები? კი. აი მე რამ 2 წლის 95 კილო არის ეგ ძაღლი. ესეც მაგარჯანზია რა? აი ხო არის დიდი ფერმის დამცველი ძაღლი, მაგრამ მაინც როგორი თბილია და როგორი სიყვარული ნახეთ. იმენა სხვა სამყარო. აქ როგორ თბილა? როგორც კი აქ შემოდიხარ, ტემპერატურა ალბათ 10-15 გრადუსით იწევა. გამარჯობა, როგორ ახლა? ეხა ესეთი მასშტაბური ფერმები ბევრია ჩვენსკენ. ორივე ძაღლი, სასოფლაში ძაღლი. ამა ჩემი 90-იანებიდან აქ იყო რა. მამის საქმე გააგზავნეს იქ. ყველს არ აკეთებ? ჩვენ არა. ეს არა. წამენ თივას და კიდე რა თქვი, რაღაცა უყართო კიდე კარგად იწოლებიანო? შვილს. ფრინველების პარსები. აგერ ცხენი. და სწორედ ეს ცხენი ზრუნავს 200 სული საქონლის გამოკვებაზე. თივის ზვინები ნახეთ უბრალოდ ამდენი 200-400 ერთი მთლიანი ზამთარი ყოფნის. თივას ყიდულობთ თუ თქვენ იმას? ჩვენია. რა არის ხა ქაულობის დღის წესრიგი, ანუ რითი იწყება, რითი სრულდება? აგერ ვაჭრებს საქონელს, მოდი ან წველიან, ალაგებენ, ასუფთავებენ მიდიანს. ფერმაში სტუმრობის შემდეგ პეტრემ უკვე თავის სახლში შეგვიპატიჟა და ცოტა მეტი მოგიყვა ჯავახეთის სოფლების შესახებ. ერთადერთი სოფელი ყრავანის იქით არის, ტბის იქით მხარეს. ერთი კაცი ცხოვრობდა, ეგეც გარდაიცვალა. ეს ერთადერთი მიტოვებული სოფელი ასფარა აღმოჩნდა. სადამდე მისასვლელადაც საქართველოს ყველაზე დიდი ტბის გადაკვეთა დაგვჭირდა. თუმცა მანამდე ჩვენ კიდევ ორი სასაზღვრო სოფელი გვაქვს მოსანახულებელი. ერთი თურქეთის საზღვართან, ხოლო მეორე მესხეთის. აი ეს ტრიალ მინდორში ჯავახეთში ხშირად შევხვდებით გაშენებულ დღეს. შორიდან უყურებ და საოცრად გამოიყურება, ამიტომ ხა შევართ მოთანებით დავათვალიეროთ. აი სადაც ჯავახეთის პლატოზე გაშენებული დღე. ანუ არის საშუალება, რომ დღე გაშენდეს ხელოვნურად. ფიჭნარიდან ძალიან ჯანსაღად გამოიყურება. როგორც კი დღეს გავცდით, ჩვენს მარჯვნივ გამოჩნდა სოფელი აფნია, რომლის მოსახლეობა 100%-ით ქართველია. აქაური სახლების თითქმის 100%-ით იდენტურია. თითქოს როდესღაც ეს სოფელი რაღაც საერთო მიზნისთვის გააშენეს. ეს კი ამ სახლების უდიდესი ნაწილი მიტოვებულია.
2014 წელს აქ 160 ადამიანი ცხოვრობდა. დღეს კი აქ არც ტრანსპორტი დადის, არც გაზია და მოსახლეობაც ნელ-ნელა კლებულობს. რამდენი ოჯახი ხართ ახლა აქ? 30 სკოლას არის. რამდენი მოსწავლეა? აქამდე. ბავშვებო, თქვენ სკოლაში არ ხართ? ზარი იყო დღეს წავიდნენ დაბრუნდნენ. ესე ერთნაირ სახლებს აშენებენ ხოლმე რაღაც აი ქარხანასთან ახლოს, რომ იქ აურმა პერსონალმა ის ცხოვრობს და რაღაცეები და აქვე იყო ქარხნები რა, რომ დაიწყეს ეს აქვე მზადდება. აღმოჩნდა რომ აფრინაში ბენტონიტური თიხის წარმოება იყო. პატარა ქარხნები მაინც არის ახლა? არა რა ის ქარხანა, ერთი რაღაც არის, ის მაღლა აშვერილი იყო. აი ეგ დარჩა. სწორედ აქ მთავრდება ჯავახეთის ზეგანი და იშლება საოცარი ხედი მესხეთზე. აი სადაც მელია იქნა. გადახედავ თუ არა ვარდია. ოპა, ხوار, ხატაო, საერთოდ ვარდია და აგერ ვარდია, იქ არის ზედა ვარდია. მოგეს ახლა ვიმყოფებით ჯავახეთის ზეგანის სულ ბოლო წერტილას. რო გახედავთ იქით უკვე მესხეთი არის. გურის საკეთ უკვე ჩვენი ტერიტორია არის. ძველი ეკლესია? კი, 12 საუკუნეში. აფრინაში ბევრი მოსახლე ზემოაჭარიდანაა გადმოსახლებული. თემო და მისი ოჯახი კი ოდითგანვე აქ ცხოვრობდა. მათი მესხური ტრადიციული სახლი ნახევრად მიწაშია აშენებული. გავს სახლებს აქ მიწურ სახლებს ეძახიან. ნახევრად მიწის ქვეშ ხართ რა? აბა 3-4 მეტრა მიწა არის. მე თქო დაიფაროთ ეს მოწამოწეს გარსაც ვერ გშოვი. იქ არის პირველი ფანჯარი. 5-6 ამდენი დაინგრა. აქ ბუხარი იყო. დედაჩემს და მამაცემს საფოლელი აქ შევებოდა. ეს სანაწყალი იყო. იქითაც ხვარი იყო. საქონელი ათბობდა ხო სახლს მაგრამ? კი, იქით ოდა არის. აი ეს ოდა მეწოდება ამ ხელაოდა ეს ჯავახეთში არ არის. საინტერესოა რომ მოდაში ანუ საცხოვრებელში შესასვლელად საჭირო იყო ბოსელის გავლა. გადადი ნუგეშინია რაღაც დღეს ჩამოწვევა. ეს ახლა მესხურ სახლად ითვლება ხო ტრადიციულ სახლად? მამაჩემის პაპის გაშენებული. აი ეს სულ დაგებული იყო აქ დავიზარდე. ფორმაში აღარ არის დედაჩემ და მამაჩემ ჰქონდათ სულ გაბსკენილი. თემოს ოცნებაც მისი მამა პაპური სახლის აღდგენა და სოფელი აფრინას აღორძინება. თუმცა რეალობა სულ სხვა. აქ დამჩენი ბოლოს რო უყურებ არავინ არ არის. როგორ გითხრა. ამის შემდეგ ჩვენ უკვე გავეშურეთ ჯავახეთის მესამე საზღვრისკენ. ეს გზა სადამდე მიგვიყვანს არ ვიცი. გონი აქვს შემოგიწევს თავების გაჭრად ხო და ეს საზღვრია უკვე იფსაო. საკმაოდ რთულია ჯავახეთში ხშირად გზების გაკვლევა, იმიტომ რომ სადაც Google Map-ი გიშვებს, იქ დიდი თოვლი დაგხვდება. ხოლო სადაც თოვლი არაა, გზა ძლიერ მოყინულია. ტელეფონი დავუდა. ჩემი მანქანის მდგომარეობა ახლა ისეთივეა, როგორც ჩემი ტელეფონის. მანქანა გზიდან 2 მეტრში გდია. Honor X-Road კი 2 მეტრის სიმაღლიდან დაეცა. თუმცა განსხვავება ისაა, რომ ჩემი მანქანა თოვლში გაიჭედა. Honor კი უბრალოდ აგრძელებს მუშაობას. ეს კი ერთადერთი შემთხვევა არ იყო, როცა თოვლში ჩავრჩით. რაღაც მომენტი მარტო აღმოჩნდით და ეგრევე ჩავიფალეთ თოვლში. ვაკედეთ ძალიან დიდი ხანი ვერ ამოვიდა ვინჯერ. თუმცა სულ რომ 2 დღე ვერ ამოვიდეთ, Honor 7000 მAh ელემენტის დახმარებით საშუალება გვექნება, რომ ეს ყველაფერი ვიდეოზე აღუბეჭდოთ. და შემდეგ მის ულტრა კაშკაშა ეკრანზე ეს ყველაფერი ტკბილად გავიხსენოთ. Honor-ის ტელეფონების შეძენა შეგიძლიათ ელიტის მაღაზიათა ქსელში. ამის შემდეგ კი როგორც იქნა ჩავედით ჩვენს მესამე სასაზღვრო სოფელში. ესეც სოფელი კარწახი, რომელიც ბოლო სოფელი არის, ოღონდ ამჯერად უკვე თურქეთის საზღვართან. საინტერესო ფაქტი არის ის, რომ თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ბოლო სოფელში ცხოვრობს 100%-ით სომეხი ეთნიკური მოსახლეობა. ქართულად მე ცოტა იცი. აია, ცოტა-ცოტაც არიციან. აქ კიდევ ერთხელ გამახსენდა ვიდეოს დასაწყისში დასმული შეკითხვა. საიდან მოხვდა ამდენი სომეხი ჯავახეთში? 1829 წლის რუსეთ-ოსმალეთის ომის დასრულების შემდეგ რუსებმა სამხრეთ კავკასიაში გავლენის გაძლიერება გადაწყვიტა. ამ პერიოდში თურქეთის ტერიტორიაზე ათასობით სომეხი რთულ მდგომარეობაში იყო. რუსებმა ეს შესაძლებლობა დაქცია. ახალდაპყრობილ საზღვრისპირა მიწებზე ქრისტიანი მოსახლეობის გაძლიერების მიზნით დაიწყო მასშტაბური გადმოსახლება და ასე აღმოჩნდა 30000-მდე სომეხი ჯავახეთში. დღეს სოფელ კარწახში 800-მდე ადამიანი ცხოვრობს. სოფელთან კი მდებარეობს საქართველოში მეორე ყველაზე დიდი ტბა. კარწახის ტბა იმით გამოირჩევა, რომ მისი ერთი ნაწილი მდებარეობს საქართველოში, ხოლო მეორე ნაწილი თურქეთში. ახლა გავივლით სასაზღვრო ზონას, გადავართ თურქეთში და ვნახავთ ამ ტბის იქით მდებარე სოფელს. თურქეთის საზღვრის გადასაკვეთად საჭიროა პასპორტი, ამ პირადობის მოწმობა. თუ მანქანით გინდათ გადასვლა, აუცილებელია, რომ მანქანა თქვენ სახელზე იყოს გაფორმებული მინიმუმ 6 თვე. ან უნდა გქონდეთ მინდობილობა მანქანის მფლობელისგან. ყველაფერი მომაყენებელი ეს მანქანიდან ყველა ჩანთა გამახსნევინეს. ჯამში 1 საათი 20 წუთი გაიწევა ეს პროცესი. ასევე აუცილებელია მანქანის დაზღვევის აღება, რაც 200 ლარამდე ჯდება. ესეც თურქეთი მეგობრებო. საოცრად მოწესრიგებული გზა არის, როგორც კი გადმოდიხარეთ, ჩვენი მხარე იყო. აი, ყველაზე დანგრეული გზა, რაც შემოყვანილია მგონი. თურქეთის პირველი სოფელი ქერნაბელია, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან გავს ჯავახურ სოფლებს. კაც მეცხოველობას მისდევენ აკაცარი თივის ვინები.
ლამარაკებული. ეს წივისგან გაკეთებული ღობეები, გავსი ღობეები ჯავახეთშიც გვხდება. როგორი საოცარია უცხო მიწაზე ფეხის დადგმა. უცხო, მაგრამ თან ძალიან ნაცნობი. ჩვენს იქით არის არწახის ტბა. ამ ტბის იქით კი არის საქართველო და როგორც ხედავთ, აი იქით არის დიდი აბული, სამხრეთ კავკასიონის ყველაზე მაღალი მწვერვალი. ეხლა მე ვდგავარ არწახის ტბაზე. ესეც ჩემი პირველი მეგობარიც უგო, რომელიც თურქეთში გავიცანე. აშკარად ეთყობა, რომ სპეციალურად დასაცავად ყავთ, მაგრამ იცავს ბოროტი ხალხისგან, გლებისგან, ნადირისგან. ძალიან ცივა მეგობრებო. აუ, ისეთი ქარია, იმენა საქართველოში მინდა. ქერნამბელი ძალიან პატარა სოფელი აღმოჩნდა. აქ არც რესტორანი იყო და არც მაღაზია. ამიტომ თურქეთის პირველი ქალაქისკენ წავედით. ქალაქის შესვლისთანავე ვიგრძენით რაღაც უცნაური დამწვრის სუნი. როგორც შანს სულხები ძალიან აქტიურად იყენებენ ქვანახშირის გატბობის ტექნოლოგიას. მოკლედ ერთადერთი რესტორანი აღმოჩნდა ეს, სადაც ჭამა შეგვიძლია. მერაბა. თურქულ მენიუში თითქმის ყველა მთავარი კერძი ხორცზეა დაფუძნებული. თურქული სამზარეულო მომდინარეობს მომთაბარე ტომებიდან, რომელთა მთავარი მონაპოვარი საქონელი იყო. აქ ჩვენ თურქ ძმას სადღაც ეგონა, რომ მისი ენა კარგად მესმოდა. თუმცა როცა ძაამშია, მუნჯური საუბარიც კარგად გამოდის. რა თქმა უნდა, თურქული მოგზაურობა ვერ ჩაივიდა ჩაის გარეშე და ამათი ტრადიციული ჩაის დალევის მეთოდი, მაგრამ აუცილებლად ესე შაქრის კუბიკს ჩაიდება ხოლმე ეს პირში. ნენა ჩვენ თურქული მოგზაურობა უახლოვდება დასასრულს. Thank you. Goodbye. აი ჯიგდებიან რა თურქებია. ფაილები გადაგვაქვს მუშაობთ და მოვადექით ისევ საქართველოს საზღვარში. შეუფერხებლად მუშაობაში კი გვეხმარება ეკოფლოუს პორტატული ელექტროსადგური. ის მეშვეობითაც მთელ ჩვენს ტექნიკას უტენით მაღალი სიჩქარე. ასევე შესაძლებელია 3 წალი დენსკვითას შეერთება. სუბუქად მოგზაურობებისთვის კი პატარა პაუერბანკის ჩაშენებული აქვს. ეკოფლოუს შეძენა შეძლებთ კოპტერტექის მაღაზიაში, რომელიც ამ ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია. ნახე, ამ ხელად ერეფანი. ოპა! დაუბრუნდით საქართველოში მეგობრებო. და საბოლოოდ გავეშურეთ ჯავახეთის ერთადერთი მიტოვებული სოფლისკენ. გზად კი საღამოს ტბა შევხვდა. ერთადერთი ტბა არის ჯავახეთში, რომელიც არის ნახევრად გაყინული. საღამოს ტბაზე გაედინება მდინარე, რომლის საშუალებითაც ის დაკავშირებულია ფარავნის ტბასთან. წყლის მუდმივი დინება კი ყინულ საშუალებას არ აძლევს ტბას სრულად შებოჭოს. ფარავანი კი საქართველოში ყველაზე დიდი ტბაა და ის ზამთარში 9 მეტრიანი ყინულით არის დაფარული. აი ესე გამოიყურება დღეს ფარავანი. გაფარულია ძალიან სქელი ყინულის ფენით, თოვლით, ტერტით, უდაბნოს გავს. ფარავნის გარშემო სულ 5 სოფელია. სწორედ ერთ-ერთი აქედან ნასფარა, რომელიც სრულად მიტოვებულია. მასფარამდე მისასვლელი 2 გზა არსებობს. პირველი არის ფოკას გავლით. ეს არის სოფელი ფოკა, რომელიც ჯავახეთის ყველაზე მაღალ წერტილზე მდებარეობს. მეტესობაკაც სომეხი ცხოვრობს. გადმოცემის თანახმად წმინდა ნინო საქართველოში სწორედ ფარავნის ტბის გავლით შემოვიდა და გარკვეული დრო ფოკაში გაჩერდა. სწორედ აქედან იწყება ქრისტიანობის გავრცელება ქვეყანაში. ასფარამდე კიდევ ერთი сопели შეხვდა, სახელად ვლადიმიროვკა. Пар Дорога наверху уже нету, вот последний дома там вообще. Здесь тоже не было, вчера почистили дорогу. ასფარამდე მისვლის პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. თუმცა არსებობს მეორე გზაც. მიუყვება ჩვენი გზა სოფელი ტამბოქისკენ. საკმაოდ სერიოზული შრომა არის ჩადებული ამის გაწმენდაში. კიდესი თოვლი არის გარშემო. სოფელი ტამბოკაც ერთ-ერთია დუხობორების მიერ დაარსებული სოფლებიდან. ეს დუხობორების სახლი იყო, ხო? როგორ ახლა? კარგად თქვენ? ეს კარგად, საუბრობ ქართულად, ხო? ტამბოკის მოსახლეობის უმრავლესობა სომეხია და ქართული ძირითადად მხოლოდ ახალგაზრდებს ესმით. სოფელში მოსულებმა აღმოაჩინეთ, რომ ასფარამდე гзა არც აქედან არ მიდის. ამიტომ იქ მისვლა ფეხით გაყინული ფარავნის გავლით მოგვიწევდა. Дорога есть, здесь снег много. Потом придёте кофе, чай, май сделаете. О, спасибо, очень. წინ 4 კილომეტრამდე გზა გველოდა. მიუხედავად ძლიერი ქარისა, სიცივისა და ყინულზე სიარულისა, გზა მაინც საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა. იმენა აისბერგი აქ საიდან მოხვდა? ანუ როგორ ჩანს რაღაცა გამსკდარი არის, ასხავს. ულამაზესი ქმნილება კი არის რაღაც. ესეც სოფელი ტამბოკა შემოვიტოვეთ უკან, უკვე ფარავნის ტბაზე დავდივართ. ფარავნის ტბა თითქმის 9 წელი გაყინულია. ტემპერატურა აქ ხშირად -30 გრადუსამდე ეცემა. აი იქიდან გამოდის მდინარე და ძალიან ცოტა ადგილია ფარავანზე, რაც არ არის გაყინული. ერთ-ერთია ეს პოიმე. ვაუ, სადაც გადავჭი. გაყინული ფარავანი კარგი გასართობი აღმოჩნდა სასრიალოდაც. შემდეგში მეგობრებო აუცილებლად წამოვიღებთ სიგურებს და ფარავნის ტბას გადავციგურებ.
გზადყინულში დატოვებული ბადეებიც შევნიშნეთ. ერთი შეხედვით ვერ გაიგებ ის ლიცენზირებულ მეთევზეს ეკუთვნის თუ არა. ამ ბევრი ადამიანი ესე თევზაობს ზამთარში ამოჭრია ყინულს და შემდეგ უშევენ შიგნით ბადეს. კანონიერია ეს თუ უკანონო გაყინულ ფარავანზე თევზაობა ჯავახეთის უმკაცრესი რეალობის და გადარჩენის განუყოფელი ნაწილია. ზის დაახლოებით 70% გავიარეთ. კარი არ ჩერდება. ვერავს თავამიჩი მივიდივართ და ვეძებ ჯავახეთის დაკარგულ და გაყინულ სოფელს. ესეთ რთულ პირობებშიც გავაჩვენთ გვერდით არის და სოფლების აღმოჩენის გზაზე გვამხნევებს. ალვა, მადლობა ჩვენი გვერდში მომისთვის. მოვიდით უკვე ფარავნის მხრიდან, მივუყვებით ნამქერს, თოვლს, მიხედი კვეფრობა, არა, მივიწევთ წინ. აი გავუჩნდა, აი, ფუში. ესეც სოფელი ასფარა. ჩემი ამჟამინდელი ინფორმაციით ერთადერთი მიტოვებული სოფელი ჯავახეთში. აქ 2002 წელს 100-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ეს შეიძლება ის სახლი არის. აფხულობის 18-იან მხოლოდ და შედარებით მოწესრიგებული სახლი ეს. ასფარა არის ერთადერთი სოფელი, სადაც არ დაგვხვდა თვივის ზვინები, სადაც არ დაგვხვდა არც ქართველი, არც სომეხი, არ დაგვხვდა არც ძაღლი. უბრალოდ მიტოვებული აქაურობა. მიტოვებულია თითქოს ამის გარშემო არც არაფერი არ ხდება. აქ არავინ არ ცხოვრობს. ესე დასრულდა ჩვენი ჯავახური ყველაზე ცივი აუგადასავალი. მადლობა თქვენ რომ გიყურებთ ამ ვიდეოს. შემდეგ ვიდეოში ვხვდებით.